გამარჯობა დღემშვიდობის და დილემშვიდობის, ან შუადღემშვიდობის, ან რა ვიცი, რომელი როცა მშვიდობის. ერთი წამით. ესე იგი, დღეს არის დაუგეგმავი დღეს არის დღე, როდესაც არ იცი საიდან უნდა დაიწყო, რა გააკეთო, ან რაც გეგმები და ყველაფერი დაგეშალა. მიზეზს კეთვით ახლა. მოკლედ ჩვენი პატარა ბიჭუკელა იბადება დღეს, იქ მივდივართ. მანამდე ბაზრობაზე გამოიარეს ვანიჭკამ და ლაშამ რაღაცა საყიდელი აქვს რაღაცა. მოკლედ ხო და აქედან მივდივარ. კიდე ხო გუშხავ თქვი რომ წერსასრუტის საყიდლად მივდივარ მეთქი. ხო და ის პოინტშიც უნდა გავიაროთ. ხო და ამასობაში ცოტა ხანი დაგველოდება პატარა და რომ მივალთ დაიბადება, გაგუაში მივდივართ, იქ უნდა იმშობიაროს თამუნამ და პატარა ბიჭუკელა იბადება. სახელი ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ თლიანობაში ბოლოს რას დაარქმევენ ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ მთელი რა ქვია ფეხმძიმობის დრო მოვიხსენებით ბუდუti. მარიამს ძალიან მოწონდა და ბუდუ, ნუ რა თქმა უნდა ბუდუს არ დაარქმევენ. რაღაცა სახელები არჩევანის იმაზე იყვნენ და ნახოთ რას დაარქმევენ ჩვენს პაწაწინას. ამჯერა მგონია რომ რაღაცა ის არის, იმიტომ რომ იმდენი ხანია პატარასთან ურთიერთობები არ მქონია რა, ბოლო იყო მარიამი და უკვე 6 წლისაა და აღარ არის ესეთი ერთი ბეჭო რო ყავდა, თამუნამ მანახა გუშინ წინ ვიყავით 1-3 დღის წინ რა. 4 შაბათს სამსახურიდან რომ მოვედი. ვიყავით ჩასულები რა და მეთქი აქ ბოლოჯერ მოვედი, მეთქი მე ბავშვით დამხვდით თქო და თამუნა მანახა იმხელა ტანსადმელები რა და აღარც მახსოვდა რა მაგხელები თუ იყვნენ. ხო და დღეს იბადება მოკლედ ჩვენი ბიჭუკელა და სავარაუდოდ ხვალ შაბათს ან სამშაბათს გამოწერე და კიდევ ნახავ მე. ეხლა ვერ ვნახავთ რა თქმა უნდა, მაგრამ სურათებით ხო ვნახავთ, სურათით ხო ვნახავთ. ჩემს პატარა სხვა შორის ისა ხო იცით ეს ეხოსკოპიის სურათები რო რაღაც ეხა ბოლო ვიზიტზეც გადაუღეს და აი რო დავხედე ბარბარეს ძალიან მივამგვანი. ნუ ეხა სისულელია ხო ეგეთი რაღაცა, მაგრამ აი ბარბარე რო დაიბადა და აი ეს ცხვირის ნაწილი და რაღაც ესე ტუჩები, აი რომ მახსოვს მკვეთრად რაც პირველი თვალში მომხვდა რა, რაც დავინახე და დავაკვირდი, აი ზუსტად ანალოგიური მომივიდა ამაზეც. მეთქი ბარბარეს რატომღაც უნდა გავდეს თქო და ნახოთ როგორი და დიდლოკება იბადება პატარა. ხო, წუხელდარი ტრუბუჩკები წერახლა ჩხილებს ვიკეთებდი რა და ეს ხელი მოვrči, ეს ხელი არა. ხო და ეხლა რომ იმას შვებოდი ლა შემოვიდა მაგ დროს რომ მიდიო წავედი თუ რა ჩქარა და ამას რომ მოვrჩებოდი უნდა გამომეცხო ის დარჩენილი გუშინელი ტრუბუჩკები და აბა უტანე ბარბარე სახში არის მაღლა ოთახში ახლა კუხნაში ხوار გავყინავდი ბავშვს აუტანეს რაღაცეები და ვანახე რა სანამ ჩავიჩვიდე რაღაცა ერთი ცალი გამოცხვა მე შევჭამე ეს დამწვარია მეთქი მეუთხარი ეს არ ჭამო მეთქი და ხო და ისა უკვე მეორე თვითონვე გადაახვია და ნუ მაინც უნდა დამწერი იყო და ფილმისთვის ეყურებინა. საუსარცხი შევყარე, შეყრილი დავტოვე, ანუ ირეცხება სამსახურის სარეცხი არის და დამავწყვე მეთქვა რომ გამოაძრე მეთქი რომ მორჩა, მაგრამ არ ურჩა მე და ურეკა. მაი შენი სურათი მიმაქვს, რომ აღარ ვიარო ბევრი და არ ვეძებო და არ ვეძიო და ახლობთ ხო ვიცი 420-დან 450-მდე მერყეობს ფასები და მართალია ეხლა არ იყო მაგისი დრო, მაგრამ ჭირდება რა გუშინ ცოცხით მოვგავე, მაგრამ ვერ იღებს იმას, რაც იმან უნდა გააკეთოს რა. ან მე ვეღარ ვგუობ ცოცხს, ნუ ცოცხი კაი, მაგრამ ხალიჩა როცა გაქარა და აი წელს რო რემონტს გავაკეთებ, მე არანაირ ხალიჩას არ დავაგებ, აი ტურის ბუდია რა. ვიყიდი რაღაცა პატარა ხალიჩას, რომელსაც ნინო თამაშის დროს გავუშლი ხოლმე და გავუშლი რა გაიშლის რა, ეს პატარა გადაახვეს და
იმიტომ რომ ეხა ხალიჩა კი მიდევ, მაგრამ დაბლა მაინც არ ვსვავ ხოლმე, როდესაც დაბლა დაჯდომა უნდა, იმიტომ რომ იმ ღარებიდან მაინც ამოდის სიცივე და ცივდება. ხო და როდესაც უკვე გვექნება ლამინატი, მაინც დავუგებ ხოლმე, რომ სითბოში ითამაშოს. ხო და ასე რა. ხალიჩა არის, რა ვიცი. არ მიყვარს ხალიჩა. და ადრე კიდე რომ კედლებზე ქონდათ ხოლმე, ვაიმე. ეხლა უნდა გამეკეთებინა ბორში. აუ, იცი რამდენი ხანია მინდა იქ სამსახურში თამთამ გააკეთა, უფროსი საჭმელს რო აკეთებს ხოლმე და გააკეთა და იმდენი ხანი არ მქონდა, ანუ წვნიანები კი ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ და რაღაცა, მაგრამ იმდენი ხანი არ მქონდა ნაჭამი, იმდენი ხანი რომ აი ისე გემრიელად ვჭამით, არ ვქციო და ახლა მე ერთად შევა, აი რა კარი, აი პურს რო ჩააწობ და ეს ცხელი რო ჩადის გულბუცელში, აი ბოში ძალიან მიყვარს. ხო და რომ მივალ გავაკეთებ რა ვიცი მაგას. დღე ამ ეს კვირა ძალიან ცოტა ისე ფუქსავატურად გავატარე, სინამდვილე რო გითხრათ. დღევანდელ დღეს ამ კვირაში რაც დაგეგმილი მქონდა რაღაცეები კი გავაკეთე, მაგრამ თლად ბოლომდე ვერა. აი ეს ნახატების მხრივ ვერ დავჯექი რა, სულ ესეთი ოღონდ ყველაფერი იყო წყლის ბრალი. იმიტომ რომ წინა კვირიდან რო არ მოვიდა, ერთი კვირა რო არ გქონდა, აი ფიზიკურად ის დრო რაც ნახატისთვის უნდა დამეთმო, დავუთმე სარეცხს, უთოს, კეცვას, შელაგებას და ასე შემდეგ და როცა ეს ამან ხოლმე გადასაკეთებელი ვერ ვაკეთებ ხოლმე რა სხვა რაღაცას რა. გულს ვერ უდებ ხოლმე, როცა ვიცი რომ კალათა სავსე ან რაღაცა ეგეთი. და არა უშავ. დღეს რომ მივა კიდე დავრეცხო ერთ პირს და რაღაცა ცოტა იმას ვიზავდა და ხა ხვალეოღო და არ მეცლება ხვალე იმისთვის რომ დავხატო, იმიტომ რომ მაგდარიაში მიდივარ. უნდა ვნახო რას ჩავიცმე, ვაზიარო რას ჩავიცმე. ჭხილები რო გავიკეთე, ანუ მამიკურსად ჭხილებს დავიკრავ, რამდენი ხანი არ დამიკურებ ჭხილები. თემურას ჭხილები. აი მესროს გადმოვაკონწიალე. იცით რა არის აქ? შამპანიორი, სამი ცალი. თელიანი ველი. ღვინო ყოფილა. ცქრიალა ღვინო, თელიანი ველი. შამპანიორის ბოთლში რაღაცა მქონდა რომ შამპანი და ყველა ეგ არის. ღვინო, არა ღვინო. თელიანი ველი. ღვინო ესეც ცქრიალა დაგეწოთ, აჰა, ცქრიალა ღვინო. ნახევრად მშრალი, ბრიუტი. მოკლედ. რაღაცა უნდა იყიდონ, ვაჟა. გამახსენდი ბიჭო, შენ დაიწვი შედა. აი თავიანთ საქმეზე წამოვიდნენ თვითონ. მე აღარ ეს რანაირად ამა. მე აღარ გამომიშვეს. შორი აი როგორ აფუმფულებული მაგ head and shoulders-ით თმები. სინამდვილეში მართლა კარგია, ოღონდ ისა აშკარად მეორე დაბანაც უნდა. იმდენად მქონდა გამომშრალით, მაიმ რაღაცა ბანძის შამპუნით რო რა იყო. ხო და ვაჟა რას გეუბნეოდი? აუ, ჩემი რეზინი აქ მაქვს. რაღაცა მიჭერს. არა, მეტასაც დავდე. ესე იგი წეღან ვიპოვე ეს რეზინი და ისევ დავკარგე. ხო, ვაჟა ისევ შენზე გავჩერდი. ისო ვიტრინიდან გამოვსვი. წავიდნენ ახლა რაღაცები უნდა იყიდონ. როგორც კი მოვა, მტვრებს გადავწმენდავ და დავსვავ ისე. ხო, ეგე ვიზავ. ხო, ვაჟა. ხო, გენაცვალე. ხო, შაბოგები. ხო, დილას ვიდეო რო ვერ გადავიღე, დავგეგმე რა, რომ ვიცოდი რომ აქ უნდა გავჩერებული ყავი და მე აქ გადავიღებ ვიდეოს თქო. ხო და აჰა, გადავიღებ ვიდეო. არა და დილას ცოტა ისე წავიდა საქმეები, რომ სავარაუდოდ დღეს ვერ გადავიღებდი საერთოდ ვერაფერს, მაგრამ კაია რომ მოხერხდა. ხო იცით, ხანდახან რომ მოიღრუბლება, მე ისე განათდება ხოლმე.
დილას თვითონ მინდოდა რომ კარგად გემრიელად დამეძინა, მაგრამ 9 საათზე 9:30-ზე ვფიქრობ, ძილნიკმა რო დარეკა ნინოს წამლისა, მე ვეღარ დავიწინე და დიდათაც აღარ მინდა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ამინდი იყო. ეხლა არის მოღრუბლული, აი როგორი ნაცრისფერიც ჩანს ეხლა აი აქ. ზუსტად ისეთი ნაცრისფერია ცაში. წეღან მზე იყო და კაი ამინდი იყო რა და მეთქი ეხლა ამ დროს ძილი, მაგრამ და ცოტა სირცხვილია რა და ამოდიან. არაფერი არ მეჭამია, მარტო ერთია ის წეღა რო ბარბარეს ვანახევდი. ის ტრუბუჩკისა ის შევჭამე და ცოტა არ ყავს მომიშოდა. მაგრამ დღეს ხო 1 მარტია. ვაიმე, გაზაფხულს გილოცავთ ხალხო, სად გამახსენდა? გაზაფხულს გილოცავთ, რა ბედნიერება. ფსიქოლოგიურად უბედნიერესი ვარ და ეხლა რას ვიყურებ? ნუ არა უშავ რა ამინდია, ნუ გაზაფხულს ამინდია რა ჩავთვალოთ, მაგრამ ეხლა სოფლიდან რო გამოველთ, ისა ფიქები მქონდა ისე და ჯანდაბას. მარტი ხუა უკვე. და როგორ დამიწერეთ გუშინ კომენტარი თუ დილას იყო, დილას ვნახე მე მგონი. ხვალეო 1 აპრილი მარტიაო გილოცავ და აპრილი არ დაგავიწყდესო. შარშან იყო ზუსტად მარტის ბოლოს წამვიყავით ბორჯომში მე და სოფო ფატისთან. რა რიცხვები იყო არ ვიცი, მაგრამ 3 დღე მე-3 დღეს წამოვედით ერთი სიტყვით რა და სანამ წავიდოდი ეს 1 აპრილის ამანამდე მქონდა და გეგმილი ხო და 1 აპრილის ვიდეო რაღაცა საოცრება გააკეთა. ხან როგორ დავაწერე მე სათავ ხალხო კალენდარს დახედეთ. არა, იცი რა იყო, ნუ ყველაზე კარგი იყო ის, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ვლოგერს უყურებ და მოგწონს და რაღაცა, ავტომატურად გადადიხარ მის დაცვაზე და რაღაცა, მაგრამ მე რო გაირკვა რომ რაც ხდებოდა, ძალიან ბევრმა თქვა, რომ აი ძალიან ბევრმა რომ ეს რა გაგვაკეთებინე და გოგოები რა გვალანწყინე და მე მომდგნე. მე იმას მიშვებოდა რა ქვია. დამნაშავე ვიყავი ხო? მეკუთვნოდა უნდა მე დამნაშავე არ მეკუთვნოდა. ეს იყო 1 აპრილის ვიდეო. ძალიან ბევრმა დაგტოვა არხზე, არხიდან. რავი, ეგეთ თქვა ისე დაგტოვეთ, მაგრამ რა ვიცი აბა. ისევ ჯერ დაეწუთებათ, რაც იმის მერე ცაკარი. ხო და ერთი სიტყვით. მე ყველაზე მაგარი რა იყო, აბავესო არავინ არ კეთებს ესეთ რაღაცასო. ესეთ ხუმრობასო რა, ანუ ხუმრობა იყო ის ვინც ახლები ხართ, რომ ვითომ ჩემზე იჭრავს ჩემო მეგობრებმა. ო და მოკლედ ეს ვათათხინე ხალხსა და მე მევითათხე. ხო და რაღაცა უნდა მეთქვა. და მავიწყდა რა, რომ გადავედი ისე. ხო და ერთ სიტყვით მოდის 1 აპრილი. ხო და 1 აპრილი რომ მოვა ეხლა წინასწარ, ხო ის წინასწარ მქონდა მეთქი და გეგმილი მაგას ვამბობდი და დამავიწყდა რა. ისე გოგოებმაც არ იცოდნენ, უბრალოდ მე ვუთხარი რომ ესე ხო არ ვქნათ მეთქი. აი ნუ კი ვიცოდით რომ ხალხი რაღაცა ეხლა იმიტომ აკეთებს შეცდომაში, იმიტომ შეგყავ რომ უნდა დაიჯერო ხო, თუ ტყუილია ტყუილი უნდა იყოს და მე რომ ესე მე ჩემ ლანძღვაზე ზოგადად მოვიდნენ და ეს რატო ქედი და აი გაფასებდი და რაღაც მოვიტყუე რა ეს ოხერი რა, ვითომ კაი ეხლა რა მოხდა ყველაზე ჭორავს და ვითომ იმათაც იჭორავეს ჩვენ. მე ავდექი და ის Hungry Man-ის ის რო არის რა. Hungry Man-ი როა მოკლედ რა, ერთ-ერთ მთავარ წერზე დაწერეს ზუსტად მაგ დღისით, რომ მოკლედ შეურაცხადი გახდაო და გავაგდეთო ჯგუფიდანო, Hungry Man-ის გუნდიდანო და მოკლედო ეს. მოკლედ იმ ხელა არხმა დაწერა ეს რაღაცა რა ვიცი, იმის მიასედი არ არის ჩემთან ხალხი, რაც Hungry Man-თანა ხო? და იმან გააკეთა ეგეთი რაღაცა კიდე ანუ იცი როგორ რაღაცას წავაწყდი ინტერნეტში და აი მე რა მაგარია აი ამათაც გაუკეთებია და ამას გამოვიყენებ ჩემთანაც საყვეთ რა საკუთარ თავს ვიცავდი უკვე რომ ხახრო რა გიბერთად აი ამ ხელარხმა გააკეთა ესეთი რაღაცა და ამოხდა მე როგორც მე გავაკეთე ჩემ მეგობრებზე ისე გააკეთა იმათაც თავიანთ მოგებელს თავის ძმაზე და ზოგადად თავიდან აი ესეთ შეკრულ გუნდზე და ამოხდა მე რა ხო და 1 აპრილის ვიდეო არ ვიცი ხა წინასწარ გითხათ
რამეს ვაპირებ, მეთქი არც გაგაფრთხილებთ, მაგრამ თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ ეგ ტყუილი იქნება. ხო და ისა, აი შარშანდელი 1 აპრილის ხუმრობა და ტყუილი, მე მქონდა მოფიქრებული დაახლოებით 3-4 თვით ადრე. მეთქი ასე ვიზამთქო. ხო, ეხლა აზრათაც არ მაგონდება რა შეიძლება გავაკეთო. ხო, დაგეწერაო, რომ ისაო ქმარ გავეყარეო, ან ფეხბურთი მეთვარო, ან რაღაცაო, ან ვინმე მოკვდაო. ეს დაგეწერა, შეკაი ადამიანი რაღა ის დაწერეო, რა ქვიაო, ვითომ რომ ფატიმ და სოფომ შეზე იჭორავეს. გაიგეთხარ, ნო. ხო და ისა, ბევრი მაქვს გლანძღა თათხა და წავიდა. თუმცა ეხა ყველაფერი ხდება რას. მართლა უმტკივნეულო ხუმრობა იყო იმით, რომ კაი რა მოხდა, სიტყვაზე ხალხი ჩხუბობს ბავშვობიდან რო ერთად მოდიან ხო და ისეთი რაღაცა ხდება და ჩვენ გვაქვს რამდენი წელია? ეხა უკვე მე-4 წელია. ანუ YouTube-ის არხი, YouTube-ზე რო დავიწყე მოღვაწეობა, ჯერ ფატისთან მქონდა ურთიერთობა, მერე სოფოსთან და მერე გავერთიანდით, ასე ვთქვათ და დაახლოებით 4 სრული წელი ყველა ვარიანტში იქნება, რაც ჩვენ ერთად. ხო და მარტში ვიყავით. ოღონდ რომელ მარტში ვიყავით არ მახსოვს. ბორჯომში. იმიტომ რომ ჩამავედით, რამდენიმე დღეში დავდე ეგ, 1 აპრილს მალე მოვიდა და რამდენიმე დღეში დავდე ეგ. ყველაზე მაგარი იყო მაგ ვიდეოს გადაღების პროცესი. ვითომ რომ ჩემზე ჭორაობდნენ, იქვე ვზივარ, ანუ მე თვითონ ვურევი მჭიქას, მე თვითონ რაღაცა მეცინება კარებს მე ვაღებ, მე ვაბრახუნებ, მე ვაკეთებ ყველაფერს, ეს ელაპარაკობენ და ვითომ იქ ჩანს, რომ კი არჩევს ხმა ისმის უბრალოდ, რომ ვითომ ყველაფერს გოგოები აკეთებენ და თან გვეცინება და აი მარტყოფელები. იქიდან დაბურულია და არ გამოჩნდებოდა თქვენ დაუძახეთი მოვიკითხოთ. უკვე 15 წუთია რაც წასულები არიან 15 წუთი. იმედია მალე მოვლენ. ვანიჩკას ის აქ ინტერნეტი და ავტვირთავ ალბათ ვიდეოს რა. მალე. რამდენი სარცხვი დავკეთე და შევალაგე უთოს რაც არა ჭირდებოდა და ეხლა რეებიც ავკრიფე არც იმას არ ჭირდებოდა უთო და უბრალოდ წამოვალ თორე მაგასაც მოვასწრე. აუ ხაჭაპური როდი ყიდეთ ხაჭაპური ბოროტები კიდე გავიქცე წამხაჭაპური იქ საცხობი არის იქ საცხო იქ ვიცი რო არის იქით ვიცი რო არის და არა და ეხა თუ იმას ვიზავთ რა ქვია რამხელა ჰქონდა ნაჭამი მაგიმით რო გავითვალისწინო დახოცეს ერთად ობჟიტობა რამხელაც ჰქონდა მოკმეჩილი იმით თუ გავითვალისწინებ სადღაც აქვე იყიდება სულ რაღაც ორი ლუკმა არ აქვს და მოკმეჩილი მე მესარება თორე გადავიდოდი მე მქონი ხუთები მაგრამ მოდი აქ შემოძვირფასო ამაში დევს ახლა ტორსასრუტი თქვენ არ იცით რა და მოდი მანაწადი შიმშილი ოხერია ისინი არა ჩანაწადი მოიტახაჭებული ჭამი და კუი მე რა ლამაზი ერთლარიანია იტყობა სუხალია ეს არის სინამდვილე რო გითხრათ ეხა გადავალ გავილი გამოვლი ახლა მე რეკარები რო დამეკეტოს ოთახში გაღიმებული ამ დღეებში ბარბარეს აიდი ბარათი უნდა გაუკეთო აქ ჭირდება თურქეთისთვის იონეს აქვს მე მაქვს მოკლედ ეს კვირაც ჩავთვლი იმას რომ თოლმა და ზამთარმა იმოქმედა ჩემზე და ამ ხუთშაბათიდან რომ სახში ვიქნები უკვე ყველაფრის გაკეთებას დავიწყებ
ის რაც მავალია და ვალდებული ვარ გავაკეთო. წავედი ხა დაგემშვიდობებთ მომავალ ვიდეომდე, მანამდე ვიდეოს ჩავდე პროგრამაში, რომ ხმა აუწიო, ის სადაც დებდი ხოლმე იმ პროგრამას აღარ ვიყენებ, იმიტომ რომ არ ვიცი რატო იმ ძველ ტელეფონში ის პროგრამა კარგად მუშაობს, მაგრამ როგორც კი ამ ტელეფონში გადმოვწევ CapCut-ს, ვიდეოები გახსოვთ ალბათ, რომ ციმციმით იწყებოდა და ბოლოს მთლიან ვიდეოზე გაყვებოდა ციმციმი და წავშალე. გადმოვწერე, გავაკეთე, იგივე გამიკეთე. ანუ ვერ ხვდები თვითონ ტელეფონსა და ამ აპლიკაციას შორის არის უკვე შეუთანხმებლობა თუ რა ხდება და სხვათა შორის ახლა იქ რომ მივალ იქნე ტელეფონებიც გადავათვალიერო და თუ გავგიშდი იქნება ეგ კიდე განვადებით გამოვიტან. არ ვიცი, ტელეფონი მართლა მინდა რა, ხო აი გადაღებისთვის მინდა რომ ამას არ აქვს ის სუფთა სელფის კამერით უფრო კარგად იღებს ეს ვიდრე უკანა კამერით რა. ან ფიქრობ ისე Redmi-ის სიტუაცია ხო არ აქვს, რა ვიცი, ნახავ რა ყოველ შემთხვევაში. და Samsung-ი მინდა და ნახოთ. წავედი ახლა დაგემშვიდობებით, წავედი გავივლი გამოვილი იქნება. საწყობი რა, კარგია თქვა საწყობისა და ჩამეინ გაიქალმა. ნუ რაღაცას ვიყიდით ისედაც გზაში რა, ჩაყარე მანანა მიცელი გიქოთქოთებს და მოისვენ ერთ ადგილზე. ეხლა ვიდეოს გავთიშავ და სანამ ბიჭები მოვლენ, კრავის ბილეთების იმას გავაგრძელებ რა, გამოცდების, რამენუმეების საკითხის თვალის გადავლებას. იქნებ მაგაზეც გავგიშდეთ და ჩავაბაროთ. ნახოთ. წავედება დროებით მომავალ ვიდეომდე. ეხლა რომ მივალთ იქ რას გადავიღებ, ან თუ სურათს მოვიპოვებ, განახიებთ აი ამ ქელა პატარა ბავშვის სულაც, პატარა ბიჭუკელა ერთი სული მაქვს, ერთი აი ამ ადგილას ჩავსუნო. ეს სუნი რო აქ პატარებს. მაგრამ დღეს ვინმე მეუშვებს მაგასთან. დღეს ვინმე მეუშვებს მაგასთან, სავარაუდოდ 4-5 დღეში ვნახავ. აი ეს ორშაბათს არ გამოუშვებენ, არ გონია სამშაბათს ყველა ვარიანტში. სამშაბათს რომ მოვა მერე სახში მოუწევს თამუნას დამკვიდრებისა კი არა, +1 ბავშვი კიდე თან მარიამთან, ცოტა ესეთი შეთავსებულობა და რაღაცა და სავარაუდოდ 4 შაბათს რომ მოვალ, თუ იქამდე მოვითმინეთ. გამოვწესრიგდები, გავიყრეინებ თევზებს და წავალთ. აბა ჰეი, დროებით მომავალ ვიდეომდე. კარგად.